I'm German homelos, I drink coffee and I know things. 37 ეპიზოდის სიტყვა არის აქერული. ერთი შეხედვით ეს უბრალოდ კვებითი აშლილობის ერთგვარი სახეობაა, შეიძლება გვეგონოს. ანუ შეიძლება გვეგონოს, რომ საქმე ჭამის სიყვარულსა და კონკრეტულად გემოს მოყვარეობაშია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საქმე ფსიქოლოგიაშია. აქერული არის ტკბილეულის მოყვარული ადამიანი. უბრალოდ მოყვარული ადამიანი არა ოღონდ, ეს არის ის, ვინც უკონტროლოდ ბევრ ტკბილეულს ჭამს. სიმართლე რომ თქვათ, რთული აღმოსაჩენი არაა, რომ ეს ქცევა ფსიქოლოგიური ხასიათისაა. აქერული განუზომლად ბევრ ტკბილეულს მიირთმევს განუზომლად ძლიერი სტრესის გამო. საქმე ისაა, რომ ასე გარედან შეიძლება ოდნავადაც არ ჩანდეს დასტრესილი და ძიმე გასაჭირში მყოფი ადამიანი, მაგრამ მის გულსა და გონებაში სრული ქაოსი, ქარიშხალი და სრული ჯოჯოხეთი შეიძლება ირეოდეს. ერთმანეთში, ყველაზე საშინელი სიმკვეთრით. აქერული შეიძლება იყოს უთვალავგზის გულნატკენი ადამიანი, მრავალჯერ ბოროტება და ტკივილ გამოვლილი ადამიანი, იგნორირებული მისთვის ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანების მხრიდან. თავს თვლიდეს მარტოდ და უსარგებლოდ. მოკლედ რომ თქვათ, დადებითი ენერგიისა და განწყობისგან სრულად დაცლილი ადამიანია აქერული და ტკბილეულს ასე განუზომლად იმიტომ მიირთმევს, რომ როგორღაც სულ ცოტა ხნით მაინც შეინარჩუნოს კარგი განწყობა. სიკვდილს ებრძვის ამ ქცევით, ასე ვთქვათ, ისე რომ თავადაც ვერ ხვდება. სევდა და ტკივილი ადამიანობის განუყოფელი ნაწილია. ის გვჭირდება, მაგრამ როცა ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი და სევდა რჩება, ის თავის დაუნებურად კვდომას იწყებს, რადგან ადამიანი სიხარულისთვის არის შექმნილი, ბედნიერებისთვის, სინათლისთვის და ბედნიერებისთვის. და როცა ამას ვერ იღებს, კვდება და თავის გადასარჩენად იწყებს შაქარზე დამოკიდებულებას. არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. აქერულს ბევრი არაფერი სჭირდება, მხოლოდ შემჩნევა, მცირეოდენის სიტყვიერი მხარდაჭერა, რომ მე აქ ვარ, ნუ ღელავ, მოგისმენ. ამის თქმა სჭირდება, მხარდაჭერა, ბევრი არაფერი. გულსატკენი ისაა, რომ ასეთი ადამიანი შეიძლება არასდროს გამოჩნდეს აქერულის ცხოვრებაში, რაც ერთადერთ გზას ტოვებს. ბედნიერებას სხვებისკენ კი არ უნდა ელოდოს, არამედ საკუთარ თავთან უნდა ისწავლოს ურთიერთობა, მეგობრობა, თვით მოტივირება და როგორც კი ამ უნარს განივითარებს, აქერული ტკბილეულისგან სამუდამოდ გათავისუფლდება. მიხვდება, რომ კარგი განწყობა სხვებისგან კი არ მოდის, არამედ შენში უნდა ეძებო მისი მიღების ძალა.